ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობაში და დოდო გუგეშაშვილის დაჭრაში ბრალდებული ამ დრომდე არ არის დაკავებული არსებული ინფორმაციით თავდასხმელი იდენტიფიცირებულია. გულმკერდის არეში დაჭრილი დოდო გუგეშაშვილი ღუდუშაურის კლინიკაში გადის მკურნალობას მისი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა პაციენტი უკვე აღარ იმყოფება ხელოვნური სუნთქვის აპარატზე და პერიოდულად კონტაქტურია. გიორგი კობერიძე განაგრძობს პირდაპირ ეთერში საუბარს. გიორგი, მოვიდნენ თუ არა ადგილზე გამომძებლები, ხომ არ დაუკითხავთ დოდო გუგეშაშვილს? ამ დროის ინფორმაციით დოდო გუგეშაშვილი ჯერჯერობით არ დაუკითხავდა კლინიკაში არ მოსულან გამომძიებლები, ამას ადასტურებენ კლინიკასთან მყოფი გუგეშაშვილის მეგობრები და ასევე ეს დაგვიდასტურა კლინიკის კრიტიკული მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმაც, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ გააკეთა გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადება, როგორც ის ამბობს, შეიძლება ითქვას, რომ გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესებულია, რადგანაც ის მოხსნილი არის მართვის სუნთქვიდან, თუმცა მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმე არის, მას ეძლევა, როგორც ექიმი ამბობს, გამაყუჩებლები და ასევე ძილის საშუალებები. თუმცა ექიმი ვერ აკონკრეტებს კონკრეტულად როდის მოხდება პაციენტის უკვე პალატაში გადაყვანა. ამჟამად ხელოვნური სუნთქვიდან მოხსნილია, ჰემოდინამიკა სტაბილურია, კონტაქტი პაციენტთან მყარდება. ამჟამად დამაკმაყოფილებლად ფასდება მისი მდგომარეობა, სტაბილურად მძიმე ქვია ამ ვითარებას, ჯერჯერობით უნდა გაგრძელდეს მკურნალობა ჩვენთან, კვლევები, დაკვირვებები. ნახოთ. როდის გადაიყვანენ რეანიმაციული განყოფილებაში? ზუსტი თარიღის დასახელება გამიჭირდება. ისაუბრა ცოტა ხანი, იმიტომ რომ მაინც აპარატი რო ედგა თავისებურად ხელზე დაზიანებები აქვს და ამ შემთხვევაში იძახის ყოველთვის იმას, რომ შვილის მდგომარეობა ინტერესებს. არავისთან არაფერი არ უთქვია ისეთი რაღაცა, რომ ან ეს მოხდა, ან ვინმე იყო მაგასთან შესული რაღაც, მაგ თემაზე საერთოდ არ ყოფილა. სამართალდამცველები ისევ რჩებიან? ისევ რჩებიან, კი, დაცვის ქვეშ ეყოლებათ, რა თქმა უნდა. გუგეშაშვილის მეგობრები სავარაუდო ვერსიებთან დაკავშირებით რა გახდა თავდასხმის მოტივი, ამაზე საუბრისგან თავს იკავებენ, ამაზე ინფორმაციას ჯერჯერობით არც ოფიციალური უწყებები არ ავრცელებენ. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ 7 თებერვალს გუგეშაშვილსა, დოდო გუგეშაშვილზე და მის შვილზე ნაქირავი ბინაში მოხდა თავდასხმა. დოდო გუგეშაშვილს ერთი ჭრილობა აქვს მიყენებული, მისი შვილი კი ცეცხლსასროლი ჭრილობების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა. გამოძიება მიმდინარეობს განზრახ მკვლელობის და ასევე დაუმძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლებით. მადლობა გიორგი კობერიძე, გვერდებოდა პირდაპირ ეთერში.